თქვენ ხართ საკუთრივ ხიდი ასწავლეთ ხოლმე. ანუ მე მიხარია რომ ახლა ანუ მოაბარი თაობი. კი, ქართველი გვეყოლება ერთ წელიწადში, წელიწად ნახევარში იმედია გვეყოლება კიდევ ერთი კარგი პერსპექტივული ქართველი ბავშვი და დილა მშვიდობისა. დღეს მაქვს ორი შეხვედრა რა ტოკიოში. კიდე მეტროში იქით დავივარ. Ფილიპეს შეხვედრა იაპონელ მეგობრებთან მეკნება, ვინც სხვადასხვა ყოჯახობს ქართულ ღვინოზე იაპონიაში, ტოკიოში. და მეორე გაგამარასანსთანაც მეკნება შეხვედრა ქართველი ყოფილი სმოისტი. აი სულ წვიმს ტოკიოში ჩამოვედი. ცეხა მეკონდა იაპონელი მეგობრებთან შეხვედრა. იმედი მაქვს რომ კარგად გამოვა მისი ბიზნესი და იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის მნიშვნელოვანია ჯერ ერთი ქართული ღვინის ცნობადობის ამახლება. და ახლა მივიდივარ გაგამარასანსთან შეხვედრა. სტუდიაში მივიდივარ სხვადასხვა გაგამარასანს აქვს YouTube არხი. და იქვე იქნება გვექნება ინტერვიუ. ოხონდ იაპონურად. Ipari hede anaka iroiro aru jana desu ka senpai ga. Ara თქვენ ხართ საკუთრივ ხიდი ასწავლეთ ხოლმე. Stilo. ახლა მე ვარ გაგამარასანსთან ერთად, აი ყოფილი სმოისტი, საკუთრივის გმირი, ასე რომ თქვათ. თქვენ ხომ არ გაქვთ? გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას, მიხარია რომ ამ გადაცემაში ვარ. დავინტერესდი, ესე კარგად რო ლაპარაკობდა ქართულად, ძალიან გამიხარდა იაპონური. ძალიან ცოტა არის, რომლებიც ესე საუბრობენ ქართულად და მიხაროდა და მე მოგწერეთ, ხო? მე მგონი. დიახ. მე მოგწერეთ. ანუ დაპარობები მიყავდით. სხვადასხვა მე ხარი მეხრივ. თან მე თქვენ და მომწერეთ და მე ძალიან გამიხარდა. მე ვნახე რომ რაღაც სუმოსაც შეეხე ცოტა. დიახ. ჩინოში კოკაიზე კი ახსენეთ. თქვენ გაგამარასან კოკაიზან თუჩინოში ოჯახობენ იაპონიაში კი. და ეხა ჩამოხვედი შენ სამშობლოში. დახვდი მე ქართველი კაცი ხო? მე ანუ პირიქით დავხვდი საქართველოში. მე აქეთ ცხოვრობ უკვე 20 წელია. შენ 8 წელია საქართველოში ხარ. ხო და თქვენ რაიმე გაქვთ ასა რა ქვია ქართველი აი ვისაც აქვს ინტერესი იაპონიის მიმართ ვისაც უნდა იაპონიაში ძალიან ბევრს უნდათ მე უფრო მეტად აქ იაპონელებთან მაქვს შეხება რომლებსაც ძალიან აინტერესებს საქართველო და საქართველოს კულტურა და მიხარია რომ შენაირი ახალგაზრდები და ადამიანები ცხოვრობენ იაპონელები საქართველოში რომლებმაც შენზე კარგად იციან საქართველოს კულტურა და არა მარტო კულტურა თავის ტრადიციები და შენ უფრო შენი დანახული თვალით რო გააცნობ იაპონელებს საქართველოს ეხა მე მაგალითად ვცდილობ ჩემი კულტურა გავაცნო ქართული კულტურა იაპონელებს და ჩემებურად რაც შემიძლია გამომწა. აი შენი დანახული თვალით კიდე რო გააცნობ, ამას უფრო მიხარია და გაგამარასან კოკაიზან თუჩინოსინსთან ხომ? ანუ სმოს სამყაროში, ანუ დიდი წვირი შეიტანეთ, ხო? ახლა როგორც მე ვიცი, ანუ ქართული სმოისტი, ახლა არ ყავს ქოქოში. ხო? სკოლაში შევიყვანეთ ახლა ვარჯიშობს ახლა კარგი ბიჭია 1.98-ია 17 წლის გახდა და ხო არა მე პირიქით ძალიან მიხარია იმიტომ თქვენ შეასრულეთ თქვენი კარიერა 2020 წელს ხომ და თოჩინოსინსთან შარშან დაასრულა ხომ ამიტომ ცოტა ანუ ამ პერიოდში ახლა ვინც პროფესიონალ დონეზე ვინც არიან ამჟამად არ არიან მაგრამ ახლა იმედი წამოვა და ეგზამენი შეიძლება კი ძალიან მინდოდა და ძალიან მე მიხარია რომ ახლა ანუ მოაბარი თაობი კი ქართველი გვეყოლება ერთ წელიწადში წელიწად ნახევარში იმედია გვეყოლება კიდევ ერთი კარგი პერსპექტივული ქართველი ბავშვი და უფრო მეტად გულშემატკივრად მე უფრო მეტ ვიდეოს დაგადებიო იმ ბავშვთან გადაგაღებინებდი და იაპონურად კარგად საუბრობ და გავაკეთე ჩემი არხი რომელზედაც საუბრობ სუმოზე
სუმო მარტო სუმოზე ასევე საკალათო პირობაა. სუმო ასოცირდება უფრო მეტად ტრადიციებთან და იაპონური კულტურასთან ძალიან დიდი ახლო ჭიდრო კავშირი აქვს და ამ კულტურაში შემოსული ჩემნაირი უცხოელებით, რომლებიც საერთოდ კულტურაც არ იციან ბავშვობიდან, სხვა კულტურით ცხოვრობდნენ, სხვანაირად გაიზარდნენ, როგორ გადმოეწყვენ ამ კულტურაზე, როგორ შეეგუენ ამ კულტურას, ისწავლეს, როგორ გაიარეს თითოეული ნაბიჯები, აი ამასთან დაკავშირებით საუბრობ უფრო მეტად იაპონურად. ხო, ანუ ყველაფერი იაპონურად იქნება, მაგრამ თუ დაინტერესებული ვიზარდებით, მაშინ აუცილებლად გამოიწრეთ და გაგაჩანე აუცილებლად გამოიწრეთ. იაპონური ვინც იცის, ისეთ ქართველებისთვისაც კარგი პრაქტიკაცია იქნება, ხო და აუცილებლად. უხმესი მადლობა. თქვენ მადლობა მოგზაურობისთვის. სამოსის დროზე. ჩემთვის დიდი ფასები იყო, ხო და? კაი ხარ.